გამარჯობა, მე ირაკლი არაბული ვარ, თქვენი იმყოფებით ჩემს YouTube არხზე და სანამ დღევანდელი ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, იქამდე გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი და კომენტარებში დაგვიწეროთ ის თემები, რაზეც გსურთ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება. დღევანდელი ჩვენი ვიდეო შეეხება სურსათის ეტიკეტირებას და იმ სავალდებულო ინფორმაციას, რაც აუცილებლად უნდა იყოს დატანილი ყველა სურსათის ეტიკეტზე, იმისთვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს სწორი ინფორმაციის მიღება სურსათის შესახებ და ამ ინფორმაციამ მომხმარებელი არ შეიყვანოს შეცდომაში. საქართველოში სურსათის ეტიკეტირება და სურსათის ეტიკეტი რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 301 ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს მომხმარებელს სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომ მომხმარებელმა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ შეძლოს სწორი ინფორმაციის მიღება სურსათის შესახებ. დღეისობით ბაზარზე გვხვდება სურსათი, რომელიც არის ეტიკეტირებული სწორედ 301 დადგენილების მიხედვით, ასევე გვხვდება სურსათი, რომელიც ნაწილობრივ არის ეტიკეტირებული და გარკვეული ხარვეზები აქვს ეტიკეტში და გვხვდება ასევე ისეთი სურსათი, რომელიც საერთოდ არ არის ეტიკეტირებული 301 დადგენილების მიხედვით და საერთოდ არ აქვს ქართული ანოტაცია, რაც თავის მხრივ დარღვევაა. ეს დარღვევა ჯარიმდება საქართველოს სურსათის, ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად, მცირე ბიზნეს ოპერატორისთვის ჯარიმა შეადგენს 200 ლარს, ხოლო სხვა დანარჩენი ბიზნეს ოპერატორისთვის სურსათის ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო წლის განმავლობაში თუ ბიზნეს ოპერატორმა ხელმეორედ კიდევ დაარღვია სურსათის ეტიკეტირების წესი, ის დაჯარიმდება უკვე 1000 ლარით. სურსათის ეტიკეტი. ეს არის სურსათის შეფუთვაზე, ან ტარაზე, კონტეინერზე, ან თანდართულ დოკუმენტში წერილობითი ბეჭდური შაბლონის აღნიშნული ან ამოტვიფრული სახით განთავსებული იარლიყი, თანდართული ან მიმაგრებული ნებისმიერი იარლიყი, სასაქონლო ნიშანი, სავაჭრო ნიშანი, გრაფიკული ან სხვა აღწერილობითი გამოსახულება. ეს არის უშუალოდ სურსათის ეტიკეტის განმარტება 301 დადგენილების შესაბამისად, ხოლო სურსათის შესახებ ინფორმაცია წერია ასევე 301 დადგენილებაში და ამას ვკითხულობთ შემდეგნაირად. სურსათის შესახებ ინფორმაცია, ეს არის სურსათთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც საბოლოო მომხმარებელს შეიძლება მიეწოდოს როგორც ეტიკეტის, ისე სხვა თანხლები მასალის, ასევე ნებისმიერი სხვა საშუალების, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების ან ვერბალური კომუნიკაციის საშუალებით. სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად დატანილი ეტიკეტზე, ეს არის 13 მონაცემი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დატანილი ეტიკეტზე. ეს არის სურსათის დასახელება, ინგრედიენტების ჩამონათვალი და ამ ინგრედიენტებში ალერგენები უნდა იყოს აუცილებლად გამუქებული ან განსხვავებული შრიფტით დაწერილი, გამოყენებული ინგრედიენტების კატეგორიების მითითება, მაგალითად შეიძლება ხედავდეთ სურსათში, რომ იყოს მაგალითად გემოს გამაძლიერებელი და უნდა ეწეროს გემოს გამაძლიერებელი და შემდეგ უნდა ჩამორთული იყოს ეს დანამატები, რომელიც მას გემოს გაძლიერებისთვის გამოიყენეს, ასევე სხვა ნებისმიერი დანიშნულებით სურსათი უნდა იყოს კატეგორიებად და ასევე სავალდებულო ინფორმაციას წარმოადგენს სურსათის შესახებ ნეტო წონა, ანუ სუფთა წონა. სურსათს აუცილებლად უნდა ეწეროს არა წონა, ან რამდენი გრამი არის, არამედ უშუალოდ ამ სიტყვათა კომბინაციით ნეტო წონა და სუფთა წონა უნდა იყოს სურსათის მითითებული. ასევე სავალდებულო ინფორმაციას წარმოადგენს ვადის შესახებ ინფორმაციის დატანა ეტიკეტზე, რომელიც 301 დადგენილების მიხედვით რეგულირდება და უნდა გამოიყენოთ ორი სიტყვათა წყობა. ეს არის პირველი გამოიყენებამდე და მითითებული უნდა იყოს თარიღი, რომელ თარიღამდე გამოიყენება. ესეთი სიტყვათა კომბინაცია გვხვდება ისეთ სურსათზე, რომელიც არის მალფუჭებადი, მაგალითისთვის ზედაძის პროდუქტები, ქათმის პროდუქტები, ხორცის პროდუქტები და ასე შემდეგ. ხოლო მეორე სიტყვათა კომბინაცია ვადის აღნიშვნისთან ერთად უნდა იყოს დაწერილი, უმჯობესია გამოყენებული იქნეს მდე და კონკრეტული თარიღი. ის თარიღი, რომელ თარიღამდეც უნდა მოხდეს ამ სურსათის გამოყენება წარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად. მაგრამ
შესაძლებელია ესეთი სურსათი ამ ვადის გასვლის შემდეგაც იყოს უნებელი და შეგვიძლია მიურთვათ, მაგრამ წარმოებელი განუსაზღვრავს ვადას და გვეუბნება და უნდა დაგვიწეროს, რომ უმჯობესია გამოვიყენოთ მითითებული თარიღამდე. ასევე მნიშვნელოვანია და სავალდებულო ინფორმაციას წარმოადგენს, უნდა იყოს მითითებული აუცილებლად სურსათზე მისი შენახვის ვადა და პირობები, თუ რა პირობებში უნდა შევინახოთ, რა ტემპერატურას და ასე შემდეგ. ასევე მითითებული უნდა გქონდეს მას თუ რაიმე განსაკუთრებული პირობები სჭირდება თუ არა ამ პროდუქტს მაგალითისთვის გახსნის შემდეგ მაცივარში შენახვა, რაც ხშირ შემთხვევაში მითითებული აქვს რძის პროდუქტებს და ასევე მალფუჭებად პროდუქტებს, მათ შორის ნატურალურ წვენებსაც. ესეთ პროდუქტებს აუცილებლად უნდა გქონდეს მითითებული ეტიკეტზე გახსნის შემდეგ რა პირობებში და რამდენი დღის თუ საათის განმავლობაში უნდა გამოვიყენოთ. ასევე სავალდებულო ინფორმაციაა, რომ სურსათის ეტიკეტზე მითითებული იყოს მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორის შესახებ ინფორმაცია, მისი იურიდიული ფორმა, შეფასი არის თუ ინდმეწარმე, მისამართი და ასევე ტელეფონის ნომერი. თუ იმპორტიორია ბიზნეს ოპერატორი, მაშინ უნდა იყოს მითითებული როგორც წარმოებლის ინფორმაცია, ასევე იმპორტიორი ბიზნეს ოპერატორის შესახებ ინფორმაცია. ასევე სავალდებულოა და მითითებული უნდა გქონდეს სურსათის წარმოშობის ქვეყანა, თუ საიდან მოხდა ამ სურსათის წარმოშობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და სავალდებულოა სურსათის ეტიკეტზე დატანილი იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც ეხება მის გამოყენებას და ამ ინფორმაციის გარეშე მომხმარებელი ვერ შეძლებს სწორად გამოიყენოს ეს სურსათი. ესეთი ინფორმაცია ძირითადად დატანილია ნახევარფაბრიკატების შემთხვევაში და აუცილებელი და სავალდებულო მოთხოვნაა და ამ შემთხვევაში უნდა იყოს დაწერილი, მაგალითისთვის პელმენი იქნება თუ ხინკალი, რამდენი წუთის განმავლობაში უნდა მოუხარშოთ, ასევე თუ გვაქვს შესაწვავი პროდუქტი, რამდენი წუთის განმავლობაში უნდა იწვებოდეს და რამდენ გრადუსზე. ეს სავალდებულო ინფორმაცია ისეთი სურსათისთვის, რომელიც ამ ინფორმაციის გარეშე ვერ შევძლებთ ჩვენ მის გამოყენებას. ასევე სავალდებულო ინფორმაცია თუ უნდა იყოს დატანილი სურსათზე სპირტის შემცველობა, იმ შემთხვევაში თუ 1,2%-ზე მეტია ამ სურსათში სპირტის შემცველობა. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სავალდებულო ინფორმაცია სურსათზე დატანილი იყოს როგორც ენერგეტიკული ღირებულება, ასევე კვებითი ღირებულება გარდა გამონაკლისებისა. ამ შემთხვევაში არსებობს გამონაკლისი და ყველა სურსათს არ ევალდებულება, ასე ვთქვათ, კვებითი და ენერგეტიკული ღირებულების დატანა ეტიკეტზე. ამ შემთხვევაში ენერგეტიკული ღირებულება უნდა იყოს გამოტანილი როგორც კილოკალორიად, ასევე კილოჯოულად, ხოლო ენერგეტიკული ღირებულებაში დათვლილი უნდა იყოს ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები 100 გრამ პროდუქტზე გრამობით და ასევე ამ სამ კომპონენტში გამოთვლილი უნდა იყოს ნაჯერი ცხიმები, შაქარი და მარილი. რაც ხშირ შემთხვევაში ბევრგან ხვდებით, რომ ეს წესი არ არის დაცული და ხშირად პროდუქტს არ აწერია მისი კვებითი თუ ენერგეტიკული ღირებულება. ასევე ბოლოს მე-13 სავალდებულო ინფორმაცია, რომელიც უნდა იყოს სურსათზე დატანილი, ეს არის მისი პარტიის ნომერი, თუ რა პარტიით მოხდა მისი წარმოება. პარტიის ნომერი შესაძლებელია იყოს გარეთ გამოტანილი, ასე ვთქვათ, როგორც ცალკე ნომერი და ნუმერაციით იყოს აღნიშნული, ასევე შესაძლებელია მისი გამოშვების თარიღი პარტიის ნომრად იყოს მიჩნეული. როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში რეგულირდება სურსათის ეტიკეტი და მასზე დატანილი ინფორმაცია 301 ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, რომელიც იდენტურია ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისად ნებისმიერ სურსათის ბიზნეს ოპერატორს საქართველოში მოქმედს ავალდებულებს, რომ მათ მიერ წარმოებული ან იმპორტირებული სურსათის ეტიკეტი იყოს 301 დადგენილების შესაბამისად გაკეთებული. წეგან აღვნიშნე, რომ ხშირად ხდება ისეთი სურსათი, რომელიც არ არის ეტიკეტირებული და თავის მხრივ მომხმარებლის არ აწვდის ინფორმაციას ამ სურსათის შესახებ, რაც თავის მხრივ დარღვევა. დღეს დახს შევარჩიე რამდენიმე ისეთი პროდუქტი, რომელსაც ან არ აქვს ქართული ეტიკეტი, ან არასრულყოფილი არის. პირველი მაგალითი ეს ნამცხვარი, რომელიც ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში შევიძინე, საერთოდ არ აქვს ქართული ანოტაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ წესი დარღვეულია ამ შემთხვევაში სურსათის ეტიკეტირების და ამის იმპორტიორი ბიზნეს ოპერატორი ეკუთვნის 500 ლარიანი ჯარიმა, რადგან მომხმარებელს არ აწვდის ინფორმაციას ქართულ ენაზე.
შემდეგი პროდუქტი, რომელსაც ერთი მხრივ რომ შევხედავთ ქართული ანოტაცია აქვს, მაგრამ ეს ქართული ანოტაცია არის არასრულყოფილი. წერა როგორც აღნიშნეთ, ენერგეტიკული და კვებითი ღირებულება უნდა იყოს დათვლილი როგორც კილოკალორიად, ასევე კილოჯოულში. ამ შემთხვევაში ამ პროდუქტს დათვლილი აქვს ენერგეტიკული ღირებულება როგორც კილოჯოულში, ისე კილოკალორიაში და მისი კვებითი ღირებულება, ასე ვთქვათ, 100 გრამ პროდუქტში დათვლილია მხოლოდ ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები და არ არის დათვლილი ნაჯერი ცხიმები, შაქარი და მარილი, რომელიც სავალდებულოა ასევე გამოტანილი იყოს მის ეტიკეტზე და მითითებული იყოს. გარდა მაგისა, ამ სურსათზე ერთი წესი არის კიდე დარღვეული, ალერგენები, როგორც აღნიშნეთ, ალერგენები არის ის ინგრედიენტები, რომელზეც გარკვეული სახის ადამიანებს აქვს ალერგიული რეაქცია და სამასმერთე ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრულია 14 დასახელების ალერგენი ინგრედიენტები, რომლებიც სურსათის შემადგენლობაში თუ ხვდება სურსათის შემადგენლობაში, აუცილებლად უნდა იყოს ან გამუქებული შრიფტით, ან ხაზგასმული, ან გამოკვეთილად უნდა იკითხებოდეს, რომ მომხმარებელს მას შეძლოს მისი ამოკითხვა. ამ შემთხვევაში ამ ეტიკეტზე არ არის გამუქებული სურსათისმიერი ალერგენები, არც ხორბლის ფქვილი, რომელიც ალერგენია და გამუქებული არ არის. ასევე კვერცხის პროდუქტები გვხვდება და კვერცხი ალერგენია და ესაც გამუქებული უნდა იყოს და ასევე სხვა გამომცხვარი რძეუწერი, ასე ვთქვათ, არ ვიცი ეს რა ინგრედიენტია და რძე რადგან ალერგენია გამუქებული უნდა იყოს. სხვა შენახვის პირობები უწერია, უწერია ასევე, ასე ვთქვათ, ბიზნეს ოპერატორი, რომელიც საქართველოში ამას იმპორტს არ ხორციელებს. ერთი შეხედვით შეიძლება ეტიკეტი აქვს, იცავს გარკვეულ მოთხოვნებს, მაგრამ საბოლოო ჯამში სრულყოფილი ქართული ეტიკეტი ამ პროდუქტს არ გააჩნია. შემდეგი პროდუქტი, რომელსაც ქართული ანოტაცია ზედვე აქვს დატანილი მწარმოებლის მიერ, ხვდებით ამ შემადგენლობის ინგრედიენტებში, იგივე პრობლემა გვაქვს, რომ არ არის გამუქებული ალერგენები, ანუ ალერგენი ინგრედიენტები, ენერგეტიკული და კვებითი ღირებულება დათვლილია ამ შემთხვევაში და გვაქვს ენერგეტიკული ღირებულება როგორც კილოჯოულში, ისე კილოკალორიაში, მაგრამ ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები ამ სამ კომპონენტში არ არის დათვლილი თუ რამდენი ნაჯერი ცხიმია, რამდენი გრამი შაქარია და რამდენი მარილი არის, რაც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ნებისმიერი სურსათის ეტიკეტზე. და ასევე აქ ვერ წავიკითხე და ვერ ვნახე ამის იმპორტიორი ბიზნეს ოპერატორის შესახებ ინფორმაცია, რაც სავალდებულოა და ნებისმიერ პროდუქტს უნდა გააჩნდეს, რადგან პროდუქტი იყოს მიკვლევადი. ეს მეოთხე პროდუქტი, როგორც ჩანს, ეს სამი პროდუქტი, უბრალოდ ეს პროდუქტი და ეს პროდუქტი არის ერთი და იგივე იმპორტიორი კომპანიის და შესაბამისად შეცდომებიც იგივეა, რომ არ არის დათვლილი ნაჯერი ცხიმები, შაქარი და მარილი, არ არის გამუქებული ალერგენები და მეტი არაფერი. ანუ სრულყოფილი ეტიკეტი მაინც არ აქვს. ნაცადია ეტიკეტირება რომ ყოფილიყო ქართულ ენაზე, მაგრამ სრულყოფილი ინფორმაცია მაინც არ აქვს. ეს ერთი შეხედვით შეიძლება ბევრ ბიზნეს ოპერატორს მიაჩნდეს, რომ სურსათის ეტიკეტი არ არის მნიშვნელოვანი და უფრო მნიშვნელოვანია სურსათი იყოს უნებელი. რაც თავის მხრივ შესაძლებელია მასეც იყოს, მაგრამ ეტიკეტი ერთ-ერთი აუცილებელი რამ არის სურსათისთვის, რომელიც იძლევა ამ სურსათის შესახებ ინფორმაციას და აუცილებლად სრულყოფილი უნდა იყოს სურსათის ეტიკეტი და მომხმარებელმა უნდა შეძლოს მისი ინფორმაციის სრულყოფილი მიღება და არ უნდა შეყავდეს მომხმარებელი შეცდომაში. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო და თქვენთვის ინფორმაციის მატარებელი იყო. მეტი ასეთი ვიდეოსთვის გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, კომენტარებში დაგვიწეროთ ის თემები, რაზეც გსურთ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება, ხოლო სურსათის უნებლობის შესახებ კონსულტაციისთვის, HACCP სისტემის დანერგვისთვის, სურსათის ეტიკეტირებისთვის, თანამშრომლობის ტრენინგისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.